როცა გვეკითხებიან რამე გვეშველება, ჯერ ადამიანებმა, ანუ სამხედრის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც უნდა გადაწყვიტოს, რომ რამე უნდა გვეშველოს. პრობლემები რო გვაქვს, ყველა ვიცით, მაგრამ აი რა პრობლემები გვაქვს, განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს. ვიღაცისთვის ნაცებია პრობლემა, ვიღაცისთვის ბიძინაა პრობლემა, სიღარიბეა პრობლემა, ვიღაც სასამართლოა პრობლემა. საზოგადოებაში არის წარმოდგენა თუ რა არის მართლა თავარი პრობლემა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აი ერთპიროვნული მართლობა რაღაცა ძალიან რთული კონსტრუქციაა სანდრეში და რაღაცნაირად ემოციურად ვერ წვდებით ადამიანებს. და ნუ მართლა ასეა, ნუ არის სწორი პასუხია, შეიძლება არის მომხილველი პასუხი, შეიძლება თქვა მარტივად თქვა, რომ რუსული რეჟიმია პრობლემა, ან ნაცების სისხლიანი რეჟიმია პრობლემა. მაგრამ ნუ აი ვამბობთ, რომ არა, მართლობითი სისტემაა პრობლემა, სადაც ერთი ადამიანი თელ ქვეყანას მართავს. და ეს სისტემა რაღაცნაირად უნდა ჩამოვშალოთ. ეს ზოგადად. და კონკრეტულად დემოკრატია ამიტომაც არის ზოგადად ცუდი სისტემა მართლობის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა კონფორმისტია და ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ გატყვაში არის, საერთოდ რა ხდება. დემოკრატიული წესით ჩვენ ფაქტობრივად არც ერთ სხვა სფეროში გაწყვეტილებას არ ვიღებთ. არც ექიმები იღებენ გაწყვეტილებას უმრავლესობით, არც ავიცი ეკონომისტები, არც ფიზიკოსები. ასად გინახიათ, რომ რაღაც თქვა თეორია სწორი იყოს ან არ სწორი, იმიტომ რომ უმრავლესობა მოსე ჩათვალა. და ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ჩვენი ცხოვრების პოლიტიკაში ჩვენ ვიყენებთ ყველაზე უვარგის წესს, სადაც უმრავლესობას ვაძლევთ უფლებას გააწყვიტოს საკითხი, რომელიც არაფერი არ ესმის და მიუხედავად ამისა გაწყვეტილებას იღებს. ჩვენი პარტიის ზოგადად მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად შეკრული, ძლიერი ჯგუფი, პატარა შეკრული ჯგუფი, მას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ლატენტურ უმრავლესობაზე და წაიყვანოს, ასე ვთქვათ, უმრავლესობა იქეთ, სადაც მას სურს.